ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თერთი ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია. გადაცემა ჰორიზონტს მიღმა 2 თვეზე მეტი ხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდათ ძვირფასო ჩვენო მაყურებლებო და მსმენელებო და მისი წამყვანი ისევ მე ესმა გუმბერიძე ვარ. მომდევნო 4 გადაცემა ჩვენ კონცენტრირდებით უფრო მეტად შიშიმო პირთა უფლებებზე და მათ მონაწილეობაზე საზოგადოებაში. როგორც გამოწვევებზე, ასევე მიღწეულ წარმატებებზე. გადაცემები ამ ეტაპზე გავა 2 კვირაში ერთხელ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის შიშიმო სტუდენტები. როგორ სწავლობენ ისინი, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა წარმატებებს აღწევენ, ამაზე სასაუბროთ დღეს ჩვენ საკმაოდ ბევრი ადამიანი ყავს. ესენია გიორგი ხიზანიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლეჯის სტუდენტი, ანა სიხაშვილი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, შაბან მამედოვი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, გოდერძი გიგიტაშვილი, ასევე ილიას უნივერსიტეტის, თუმცა სამართლის სტუდენტი, ჩემი ერთადერთი კოლეგა დღეს ამ გადაცემაში, ასევე ხატია ტატურაშვილი, რომელიც არის საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მართვის სტუდენტი. ყველას მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში თქვენი მოსვლისთვის და ჩართვისთვის. ხატია, მოდი შენგან დავიწყებ, თუ შეიძლება რომ გითხრა, რა გეხმარება, რა გჭირდება იმისთვის, რომ ისწავლო უნივერსიტეტში და რა დამხმარე საშუალებებს იყენებ ამისთვის. მოგესალმებით პირველ რიგში, მე გახლავართ ხატია ტატურაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირების სტუდენტი. სიმართლე რომ გითხრათ, მე ახალი შიშიმო პირი ვარ, 4 წელია რაც შიშიმო პირი გავხდი და უნივერსიტეტმა აი ყველანაირად შემიწყო ხელი იმის შესაბამისად, რაც შეეძლოთ, ანუ დამჭირდა მე დროის გახანგრძლივება გამოცდებზე, იმიტომ რომ მხედველობის 40% დავკარგე და მჭირდებოდა გახანგრძლივებული დრო, რადგან მომესწრო გამოცდის დაწერა და გამიხანგრძლივდა დრო ასევე, ანუ შუალედურ გამოცდებზე, კვიზებზეც კი მეხანგრძლივებენ დროს და ჯერ ისეთი საჭიროება არ დამდგარა ისეთი საჭიროება, რომ ვერ შეესრულებინა უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ონლაინ მიდის ჯერ სწავლება. და რა შენ ახსენე ხმოვან პროგრამას იყენებ შენც მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში გაქვს ასე ვთქვათ მხედველობა, ნარჩენი საკმაოდ კარგი, მაგრამ მაინც იყენებ ხომ ხმოვან პროგრამას, რისთვის და როგორ იყენებ? ხმოვანი პროგრამა აუცილებელი იყო ჩემთვის, რადგან ჩემთვის არ შეიძლება თვალის დატვირთვა, რადგან ეს მოქმედებს მერე თავზე. და როდესაც მეღლება თვალი, შემდეგ ვთავ ხმოვან პროგრამას, რომელიც ერთმა შიშიმო პირმა გამომიგზავნა და დამეხმარა ამის გაკეთებაში და ყველანაირად მიწყობა ხელს შიშიმო პირები, ისინი ჩემი მეგობრები არიან უკვე. და რა ფორმატის სახელმძღვანელოების და მასალას კითხულობს ეს პროგრამა, ანუ ის ყველაფერს ვერ კითხულობს, ხომ? ანუ მე რაც მჭირდება ის იქნება სამართლის წიგნები, ჯანდაცვის წიგნები, რაც ანუ ქართულ ნაწერი, რაც ქართულად ყველაფერს კითხულობს და ჯერ ისეთი რამე არ დამჭირვებია, რასაც ვერ წაიკითხავ და ამიტომ მაგ ხელა ინფორმაცია არ მაქვს მასთან. ალბათ Word-ისა და PDF-ის ფორმატებს კითხულობს უფრო მეტად. გონი PDF-ს გონი მასეა.
კი, ჩემთვის ძალიან საინტერესო და საგულისხმოა ის, რომ კი ამ პროგრამას არ იყენებენ მხოლოდ უსინათლოები, მას და ის უნდა გამოიყენონ მათ შორის მცირე მხედველებმაც, ზუსტად იმისთვის, რომ ხო, ან თვალი განტვირთვონ და ასე შემდეგ. შაბან, მოდი შენთან გადმოვალ, პრინციპში შენც წელს დაიწყეს სწავლა, ამიტომ გადაადგილების საკითხი უნივერსიტეტში სიარულის ალბათ ჯერ არ დაგდგომია, მაგრამ შენ როგორ სწავლობ, რომ მოგვიყვე? ეს მოგესალმები, მივესალმები მსმენელებს, მივესალმები სტუმრებს. ნუ სამწუხაროდ ხო უჩვეულო რეჟიმში მოგვიწია სწავლა, სარეგისტრაციო იხილეთ მხოლოდ უნივერსიტეტის, არა მხოლოდ მე, არამედ ნუ ათასობით სტუდენტმა, თუმცა უშუალოდ სწავლაზე რომ მოგიყვე, მე სიმართლე გითხრა, არანაირი პრობლემა არ შემქმნია იმის თაობაზე, რომ მე რაღაცა სასწავლო მასალა არ მქონოდა, წიგნები არ მქონოდა და მით უფრო ტექსტური და სკანირებულიც, ნუ რაღაც ასეთი პრობლემებიც არ მქონია, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ხელმისაწვდომი არგუსზე, ყველაფერი იყო ასევე ჩვეულებრივი Word-ისა და PDF-ის დოკუმენტი, ასევე ნებისმიერ თემაზე, შტაში მაგალითად ნებისმიერ თემაში გქონდა შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, ესეც საგანი არის ხო, მე მიჩვეული ვარ მართლაც. შტას ვეძახი ხოლმე და მეჩვეული კი შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, რომელსაც ახლა მეორე ნაწილი დავიწყეთ მეორე სემესტრიდან. შესაბამისად, შესავალი თანამედროვე აზროვნებაშიც ილია-უნის ოფიციალური გამოცემები გვაქვს წიგნების, რომელიც დასკანერებული არ არის, ანუ ჩვეულებრივი Word ფაილებით არის და ასევე PDF-ით. თუმცა ინგლისურში მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ დასკანერებული PDF ფაილი იყო და ასევე სურათის ფორმატით მოცემული ერთ-ერთი ტექსტური ნაწილი, რომელიც ლექტორს უთხარი, რომ ნუ კი წავიკითხავ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ კი მომაწვდი ჩვეულებრივი ტექსტური ფორმატით და მადლობა რომ გაითვალისწინა და იმის მერე არანაირი პრობლემა არ მქონია. ასევე ორმაგ დროსთან დაკავშირებით, ანუ გამოცდებზე მოვითხოვე ორმაგი დრო და განცხადება დავწერე ადმინისტრაციაში ამის შესახებ, რომელიც უკვე დადასტურდა და დევს ეს ადმინისტრაციაში და უკვე 4 წლის განმავლობაში ოფიციალურად ლექტორებს გადაეცემათ, რომ e-learning-ზე, ანუ ჩვენს სასწავლო პლატფორმაზე, სადაც წერთ ხოლმე გამოცდებს, ოფიციალურად მომცემენ ორმაგ დროს და შესაბამისად ამაზე პრობლემა აღარ მექნება. აი ესეც საინტერესო, ვისთან გაქვს კომუნიკაცია უნივერსიტეტში შენ საჭიროებებზე? ნუ ჩვენთან როგორ არის, ანუ ზოგადი მოდულის კოორდინატორს მივწერე ჯერ ზოგადი მოდულის საგნების შესახებ, თუმცა შემდეგ უკვე ოფიციალური განცხადებით დეკანსაც მივმართე, ფაკულტეტის დეკანს და შემდეგ უკვე დეკანმა გადასცა ყველა ლექტორს აბსოლუტურად ვისთანაც სწავლობდა, ასევე განცხადება, რომელიც უკვე დაიდო და მითხრა, რომ ყველა ლექტორს გადავცემ და მართლაც მასე იყო, იმიტომ რომ ვისთვისაც არ მithქვამს ორმაგ დროსთან დაკავშირებით, თავად მითხრეს, რომ შენ გექნება ორმაგი დრო, იმიტომ რომ განცხადება გვაქვს. მოდი ახლა გოდერძისთან გადავალ, რადგანაც ისიც იგივე უნივერსიტეტის სტუდენტია. გოდერძი, თუ შეგიძლია შენ რომ გვითხრა, შენ როგორ სწავლობ, რა რესურსებს იყენებ სწავლის დროს? კი ბატონო. მოკლედ თავიდან როცა ჩავაბარე ლიონში, მაშინ არ მქონდა სმელის პრობლემა, ანუ მხედველობის პრობლემა მქონდა და მეც შაბანევით ძალიან ყველა მხრივ ხელშეწყობა მქონდა, მიბეჭდავდნენ კიდევაც ტექსტებს გადიდებული შრიფტით, ანუ როცა მივედი სპეციალურ განყოფილებაში და ვთხოვე დახმარება და მჭირდებოდა ამ მხრივ და ძალიან მიადვილდებოდა პირველი 2 კურსი, მაშინ ბიზნესზე ჩავაბარე, სანამ შევიწვიდი ფაკულტეტს. და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, რომ მშვენივრადაც კი აუდიო ბიბლიოთეკაც ჰქონდათ, მაშინ აუდიო ბიბლიოთეკასაც ვიყენებდი საჭიროების სამებრნო, როცა დიდი მასალა იყო და ვერ უმკლავდებოდი ჩემი საკითხებს. და შესაბამისად არ იყო მაგ მხრივ პრობლემა, აქტიობებზეც ხშირად მათყობირებდნენ ხოლმე, ტელეფონითაც მიკავშირდებოდნენ და ანუ ეს ორ მხრივი კომუნიკაცია ლექტორთან და სტუდენტთან ძალიან ამატიობს, ასე ვთქვათ, შემოპირისთვის ყველაფერს. ნუ განსაკუთრებით გამოცდები გოდერძი, შენი ხმა აღარ გვესმის. მე მგონი რაღაც ტექნიკური პრობლემაა. სანამ გოდერძი დაგვიბრუნდება, მოდი მე გიორგი ხიზანიშ. კი, გოდერძი ახლა ისმის. ლექტორებსაც უყვირდათ თავიდან, ანუ გამადიდებელი შუშით რომ მიდიოდი ხოლმე და იყო შემთხვევა, რომ კითხა ლექტორმა ეგ რა არის, შპარგალკა ხო რა. ნუ მაგრამ არა მივეჩვიეთ ერთმანეთს. არასმენის პრობლემასთან ერთად რაღაც დამატებით რაღაც პრობლემები გამიჩნდა სწავლის მიმართაც და
ნუ ეს ალბათ ძალიან ისეთი მომენტია, რომ ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ჭირდება ალბათ შიშომპირს და მე სხვა მხრივი. იმიტომ რომ მზად უნდა იყო იმ გამოწვევებისთვის, რაც წინ გაქვს ყველა ვარიანტში. კი, გოდერძი, აი ესე ძალიან საინტერესო არის, როდესაც ადამიანს აქვს რამდენიმე დაარღვევა ერთდროულად, აი მაგალითად სმენის და მხედველობის. შენ აი ეხლა ამ ეტაპზე რა ტიპის რა დაგჭირდებოდა გოდერძი შენ უკვე როდესაც გაქვს ორივე დაარღვევა, როგორც სმენის, ასევე მხედველობის, რომ კარგად ისწავლო? გესმის? ტექნიკური პრობლემა აქვს ისევ გოდერძის, სანამ დაგვიბრუნდება, მოდი გიორგი ხიზანიშვილს მინდა რომ ვკითხო. შეგიძლიათ გოდერძი საუბარი? გოდერძი? ხო, ეხლა მესმის, მესმოდა. ხო, ანუ რა გჭირდება, როგორც სმენის, ასევე მხედველობის დარღვევა რომ გაქვს, რა გჭირდება ახლა იმისთვის, რომ აი სასწავლო მასალას გაეცნო თუნდაც? ახლა რა ვიცი, მართლა რო გითხრა, მე თვითონაც გარკვევის პროცესში ვარ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მოსმენითაც კომპიუტერსაც ავიყენებ ხოლმე, მიწევს რომ ბოლო ხმაზე აუწიო ხმა და დინამიკზე ძალიან მეგობრულად ხელი გადახვეული მოსმენდე. ხო და ნუ პრობლემა არის ხოლმე რომ მეგობრებთან ხშირად მქონია ხოლმე პრობლემა, რომ ძალიან ხმამაღლა უსმენ. მაგ მხრივ ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ჩანაწერის საშუალება რომ არსებობდეს, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლექტორის ხმა ან ხმის ტემპი ისეთია, რომ ჩემი სმენის პრობლემის სპეციფიკასთან მიმართებაში ძალიან მიჭირს ხოლმე იმათ საუბრის გაგება. და მით უმეტეს ანუ ლექციაში აუდიტორიაში როცა ამნაირი დაავადება აქვს, ანუ ნემოქს ყურის ნევრიტი, რაც ძალიან ცნაურ რაღაცებს ასე ვთქვათ ამ დროს ბევრი ხმა მესმის ერთად და კონცენტრაცია მიჭირს რომელიმე ერთზე და ძალიან თიშავს ასე ვთქვათ ყველაფრისგან. აუდიტორიაში კიდე არის ხოლმე ძალიან მაღალი აკუსტიკა და სუნთქვის ხმაც კი მაწუხებს ადამიანებს და ხავე ვერ თხოვენ ის რომ არის სუნთქო რომ ვერ ვესმის მე. ანუ სასაცილოც კი ამადია პრობლემატურია ძალიან ეგეთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის მე მომენტი რომ იყოს აი მსგავსი რაღაც პრობლემის ან უფროსთვის ჩანაწერის გაკეთების საშუალება ან რაიმე მსგავსი. ან თუ მაინც და მაინც შედარებით ისეთი აუდიტორიები სადაც ანუ ხმის მსგავსი აკუსტიკა არ იქნება რა ძალიან მაგიზიანებს და ცუდათაც კი ხდის ხოლმე დრო ხანდახან. შენ პირადად არ გიცდია ჩაწერა? კი, რამდენჯერმე ვცადე მე თვითონ და დამეხმარა ეგ მომენტიც, მაგრამ ტელეფონის პრობლემა ისაა, რომ ანუ როცა ჩაწერის ფუნქციაზე აყენებ, ძალიან იოლად ჯდება. გასაგებია. სიარულის კუთხით როგორ დადიოდი უნივერსიტეტში, ან როგორ პრინციპში ახლა ონლაინზე გადავიდა სწავლა? როგორ დადიოდი? სიარული ნამდვილად არ მიჭირს, იმიტომ რომ ფოსტაშიც მუშაობდი და ძალიან მიჩვეული ვარ გადაადგილებას. მიუხედავად ჩემი პრობლემებისა, ანუ ავტობუსებისთანაც და მარშრუტებთანაც ურთიერთობის შემოვლილი ტექნიკა მაგას ვთქვათ მოფიქრებული, ანუ შემაღლებული ადგილი სადაც ვთქვათ შენელება უწევს გადაადგილების საშუალებას მანქანას თუ ნაუცნების სხვა რამეს იგრძები, რომ იმ მომენტამდე რომ შეანელოს, რომ მე დავინახო რა ნომერი აწერია, ან ვთქვათ შევამჩნიე ტაქსის ნიშნული. ნუ ეს თეთრი ტაქსი დაანჩებული ნისტროფია ტაქსის დაწერა ძალიან მეხმარება. მოგონი ჩემთვის არის ფაქტობრივად მოგონილი ეგ. აი რა იქნებოდა შენთვის? ანუ გადაადგილებს ხე არ მოწები. ხო, აი ტრანსპორტის, აი ეს კარგი ახსენე რომ ფერი, ტრანსპორტის მკვეთრი ფერი ძალიან კარგი არის მცირე მხედველებისთვის ამ შემთხვევაში. ონლაინ სწავლებამ რამდენად გაუმჯობესა, რამდენად გაგიადვილა ცხოვრება? ონლაინ სწავლება კიდევ ერთი პრობლემაა, იმიტომ რომ კურსასმენის გამოყენება არც თუ ისე რეკომენდირებული სფეროა ჩემთვის და კომპიუტერზე Zoom-ს ვერ ვხსნი, შესაბამისად მიჭირს ტელეფონით და მიჭირს კურსასმენით და ანუ ეს ცოტა პრობლემაა, მაგრამ სამაგიეროდ აუდიტორიას მაინც ისევ ესჯობია, იმიტომ რომ
აქ ასე უფრო მესმის შედარებით და დაცული ვარ ჰაერის მანქანების სუნთქვის და მოსიმ პატარა ხმებისგან. გასაგებია. ახლა მინდა გიორგი ხიზანიშვილთანაც გადმოვიდე იგივე კითხვით. რა ხდება, როგორ სწავლობ გიორგი უკვე პროფესიულ კოლეჯში და რა გამოწვევები და როგორ ძლებ ამ გამოწვევებს სხვადასხვა ტიპის? მოგესალმებით, ესმა თქვენ ყველას დამსწრე საზოგადოებას. ვინაიდან მე უკვე ერთი უნივერსიტეტი დამთავრებული მაინცა და მაინც პრობლემები არ მაქვს, ვინაიდან შეგუებული ვარ ამ გარემოს, სასწავლო გარემოს და დაძლეული მაქვს ეს პრობლემები. თსუ-ში აღარ მიჭირს სწავლება და ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ღიები არიან და ასე ვთქვათ, ძალიან გვერდში მიდგანან ამ კუთხით, თუ რამე მჭირდება მასალის კუთხით, ან რაიმე სხვა საჭიროება აუცილებლად ითვალისწინებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ჩემზე მორგებული გარემოც შექმნან და რომ რათა მივიღო სრულფასოვანი განათლება. რა ვიცი. გიორგი, ძალიან საინტერესო, შენ არ გაქვს ზედა კიდურები, რაც მაყურებლისთვის ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, მაგალითად, არ ვიცი, როგორ ფურცლავ წიგნს, ან როგორ აკეთებ, ან როგორ ბეჭდავ თუნდაც კომპიუტერში, ან არ ვიცი, როგორ წერ მაგალითად გამოცდებს. ეს წლების განმავლობაში ან გამომიმუშავდა ეს რა ქვია, ანუ ეს პრაქტიკაში აჩვენა პრაქტიკამ, რომ ძალიან კარგი საშუალებაა ფეხით წერა ჩემთვის. და ძალიან მარტივია, თუნდაც კომპიუტერზე, თუნდაც კალმით წერა, ეს არ არის პრობლემა. და თუ დავალებებია, თუ სხვადასხვა სამუშაო შესრულება უნივერსიტეტში, ცხადია ვაკეთებ კომპიუტერით და ბოდიში ვერ გავიგონე რითი როგორ წერ ხოლმე? ვაკეთებ კომპიუტერით, თუმცა არის როგორ? ვერ გავიგონე როგორ წერ თქო, ანუ რაღაც პრაქტიკა მაჩვენა, რომ კარგად მუშაობს. ფეხით, გასაგებია. და თუ ანუ უნივერსიტეტში არის შემთხვევები გამოცდები, მაგალითად, რომელიც აუცილებლად დასაწერია უნივერსიტეტში, წერ კალმით და პირით. გასაგებია. ძალიან საინტერესო არის ის ყველაფერი. ახლა მინდა რომ ანაზე გადავიდე. ანა არის უკვე პრინციპში როგორც აქტივისტს, ცოტა უფრო ზოგადადაც მინდა რომ ვკითხო რაღაცები. არა მარტო თქვათ პირადი გამოცდილებით როგორ სწავლობს და თქვათ როგორ წერს გამოცდებს, არამედ ზოგადად რა გამოწვევები არის, როდესაც პირველად შშმ სტუდენტი მოდის უნივერსიტეტში, რასთან უწევს შეჯახება? ესმა პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ხო, იცი რა, ძალიან კარგად ისაუბრეს აგერ ჩემმა მეგობრებმა იმაზე თუ ან ზოგი კმაყოფილია რაღაცებით, ზოგს უკმაყოფილდებოდა, ზოგს არ უკმაყოფილდებოდა რაღაც საკითხები, ხო? თუმცა მე მუდმივად ვამბობ ხოლმე, რომ ერთაულ შემთხვევებში შეიძლება რაღაცები დაგვიკმაყოფილდეს რა, როდესაც მე მაგალითად მოვითხოვ გაორმაგებულ დროს გამოცდაზე, იმ ერთმა კონკრეტულმა ლექტორმა შეიძლება დამიკმაყოფილოს და მითხრას, რომ კი, ანუ მისი კეთილი ნებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ. მაგრამ როდესაც გადავალ მეორე და მესამე სემესტრში და მივალ სხვა ლექტორთან, შეიძლება მან მითხრას, რომ იცი რა, შენ მე ვერ მოგცემ ამ ხელა პრივილეგიას, ან როცა სხვას აქვს რაღაცა 2 საათი, შენ რატომ უნდა მოგცე 4 საათი და ასე შემდეგ. ანუ ნახე ისე თქვა მინდა, აუცილებლად უნდა არსებობდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მოდი ასე ვიტყვი, guidelines ვამბობ ხოლმე და ინგლისური რომ არ გამოვიყენო. ანუ ყველა უნივერსიტეტს უნდა გქონდეს, ეს უნდა იყოს წამოსული
ასე ვთქვათ, სახელმწიფოსგან, რომ ზოგადი მოდელი არსებობდეს, რომელსაც მიყვება აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, მაგალითად, მოდი ამ შემთხვევაში ვიტყვი უსინათლო სტუდენტთან, ან თუნდაც ნებისმიერ შეშლილ სტუდენტთან. აი მე პირადად ეხლა რა გამოცდილებაც დამიკროვდა ამ ერთი სემესტრის განმავლობაში, ანუ ეს იყო მაგალითად რაღაცა მის კომუნიკაციას ასე ვთქვათ, ხო? ანუ როდესაც ესაუბრებით, ანუ ვერ აგებინებ რა გინდა, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ასე ვთქვათ საკმარისი კომპეტენცია ამისთვის. ასევე იყო მაგალითად მასალებიც, აი შაბანმა ისაუბრა წეღან ძალიან კარგად, რომ ანუ მასალები არის ხელმისაწვდომი. იცი რა, ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს იმ რაღაც 6 საგანში, რაც მაქვს პირველ სემესტრში, მაგრამ მეორე ეს სემესტრში უნივერსიტეტსაც გააჩნია, ანი, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ილიაში მაგალითად მეც ვიცი, რომ ყველა ლექცია იწერება და YouTube-ზე იტვირთება, რაც ასევე ძალიან კარგია, მაგრამ ნამდვილად. მაგალითად TSU-ს არა აქვს იგივე პრაქტიკა. სხვადასხვა TSU-ში, რაც ონლაინ სწავლება დაიწყო, ისინი უმეტესობა ყოველ შემთხვევაში წერენ ლექციას და მე ამას გვიტვირთავენ ჩვენს ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე. თუმცა ანუ ეს რეალურად ახლა არ არის საკმარისი, ანუ მე როდესაც მაქვს რაღაცა სასწავლი, აუცილებლად უნდა წავიკითხო, ანუ ლექციის მოსმენა არ მიშველის რა, ანუ ესეც ვნახე და ანუ არანაირად იქ კიდე რაღაც უფრო მეტია წასაკითხი და აუცილებელია რომ გაეცნო იმ მასალასაც და აი ესე რომ მოდი ახლა ამ სალექციო კურსზე გავივლი, რომ არავის დასკანირებული წიგნია და არ წავიკითხავ, ანუ ეგრე ვერ გამოვა მინიმალურ ქულაზე შეიძლება დახურო საგანი, მაგრამ თუ გინდა რომ მაღალი ქულა გყავდეს, რა ვიცი, არ გამოვა ამბავი. ხო, ამისთვის ანუ მე როგორც ანუ მინდოდა რომ რაღაცა ზოგადი გამეკეთებინა რა და მარტო ჩემს თავზე არ მეზრუნა, ასე ვთქვათ, ხა შემეძლო მაგალითად რომ მე თქვა ადმინისტრაციისთვის, რომ მოდით ისიც რა არის, აი ჩემს შემთხვევაში ესე დავუშვათ რაღაცები, ანუ მაგალითად გაორმაგებული დრო დამიკმაყოფილეთ, კი ბატონო, ამ ყველაფერს აკეთებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გვერდში დაგიდგნენ. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ გამოცდილება ოდესღაც უნდა დაგროვდეს. ახლა მე რომ მივედი მაგალითად ჩემს ფაკულტეტზე, იცით როგორი განცდა მქონდა, რომ აი თითქოს და აქ არავინ არასოდეს არ ყოფილა უსინათლო, და ხა ვიცით ჩვენ რომ უსინათლო სტუდენტები ყოფილან ამ უნივერსიტეტში და რაღაცა გამოცდილება მაინც უნდა ჰქონოდათ. მაგრამ როგორ შეიძლება სხვა ფაკულტეტებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი ნამდვილად კოორდინაციის პრობლემა არის. ნამდვილად და ანუ რაღაცა ესე რომ აი მთლიან უნივერსიტეტში არსებობდეს რაღაც ეგრეთ წოდებული სამოქმედო გეგმა არ არის და გადავწყვიტე რომ ესეთი ჯერ მიმემართა საერთოდ შეშემოქმედება კვლევის ცენტრი არსებობს TSU-ში და ამის ხელმძღვანელისთვის მიმემართა. ну, ვესაუბრე ამ ქალბატონს ძალიან, ასე ვთქვათ, მიხვდა, რაზე მქონდა საუბარი, ძალიან გამიგო და ერთად გადავწყვიტეთ, რომ დავწეროთ ესეთი წერილი. ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე პუნქტად, აი იმ გამოცდილებიდან რა გამოცდილებას უკვე მე დავაგროვე პირველ სემესტრში. ისიც რა არის პირველი სემესტრია, მაგრამ მართლა ერთად უკვე რაღაცა ჩემი დაკვირვებით იმდენს შევხვდი, ანუ იმდენ გამოწვევას შევხვდი, რომ შეიძლებოდა უკვე რაღაცა პუნქტებად ჩამოყალიბება და ამის ესე გაერთიანება. მაგალითად ეს არის ადამიანური რესურსი, აი მე მაგალითად როდესაც ვწერ აკადემიურ ნაშრომს, აქ არის საჭირო ვიზუალური გაფორმება და ასე შემდეგ და ეს ხა მოგეხსენებათ რომ უსინათლოსთვის რთულია რა მაგალითად აკადემიური ნაშრომი გააფორმოს ვიზუალურად კარგად, ანუ ლამაზად, ხო? მეც ეგ უნდა მეკითხა ის სკოლიო მაგალითად რაღაც ეგეთები, მაგას როგორ აკეთებთ, ხო, უსინათლო. ხო, აი მე პირადად ეს რა ვიცი, ანუ რაღაცა დაგვგუგლე ბევრჯერ ასევე მეხმარებოდნენ ადამიანს, მაგრამ მაქსიმალურად ვესადე რომ ჩემით გამაკეთებინა ეს სკოლიო და ასე შემდეგ რა, ანუ Word-ის დოკუმენტში, მაგრამ აუცილებლად მჭირდებოდა ხოლმე ადამიანი, ვინც ამას მაინც შეხედავდა, რომ აი ნამდვილად ესეა. იმიტომ რომ მაინც ხა ტექნოლოგია და შეიძლება რაღაცა აუყრიოს, მოდი ესე ვიტყვი. და აი ისე არ გაკეთდეს, როგორც საჭიროა. და კი, ანუ ამას ვახერხებდი, მაგრამ ყველა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს ასე, არ ფლობდეს ასე კარგად ტექნოლოგიებს და გაუჭირდეს და ეს გასაგებიც არის. ანუ ესე არ არის რა ხელმისაწვდომი, რომ უცბად ხა ან ხადველი ადამიანისთვის ბევრად მარტივია ამის გაკეთება, მარტივად გააფორმებს რა მიწოს მოწოს იმ აკადემიურ ნაშრომში ვიზუალურადაც ლამაზი იქნება, მაგრამ ჩემთვის არა.
აი ეს პორტალები რამდენად მისაწვდომია, მაგალითად ქულების პორტალი და საგნების არჩევის და ასე შემდეგ. კი, აი ხა ამასაც გადავდივარ. ხო, აი ეს ონლაინ პლატფორმები, რაც არის აი მაგალითად მთავარი პლატფორმა, სადაც ქულები გვეტვირთება, ასევე საგნის რეგისტრაცია შესაძლებელი და ასე შემდეგ, არის აბსოლუტურად, არ ვიცი, არაადაპტირებულია ძალიან და სხვა შორის ამაზეც, ანუ ერთ-ერთი პუნქტი ესეც არის იმ წერილში, სადაც საუბრობთ, რომ ძალიან არაადაპტირებულია. ფაქტობრივად ქულებს შემით ვერ ვნახულობ, ანუ არ ვიცი თუ არ ვთხოვე ვინმეს რომ ნახოს. საგნის რეგისტრაციაც არის ასე ვთქვათ შეუძლებელი, იმიტომ რომ აი საგნის რეგისტრაციის გვერდი, ანუ სადაც გადახვიდე, არ ეჭირება კატეგორიულად. ანუ რაღაცა არარსებული ღილაკი არის, ასე ვთქვათ რა. ხმოვანი პროგრამა ვერ აღიქონს ამას უბრალოდ თორემ მაუსით და ასე შემდეგ შეიძლება ამის დაკრიკვა. ამასაც განმარტავ, რომ ჩვენ ზოგადად ვერ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ მაუსს და იყენებთ ძირითადად კლავიატურას, ამიტომაც იქნება ხოლმე მსგავსი ბარიერები. ხო, ანუ ის პლატფორმა, რომელსაც სასწავლო მასალებს გვიტვირთავენ, ის შედარებით ადაპტირებულია, ну, ყოველ შემთხვევაში ხა ისეთი განსაკუთრებულად რთული პრობლემა ჯერჯერობით აქ არ შემქმნია. მაგრამ ხო, აი, რასაც ვამბობდი, წეგან ადამიანური რესურსი სულ იქნება რაღაცნაირად გამყოფილი, ეგ იქნებოდა ძალიან კარგი და ვისურვებდი, რომ ანუ მარტო ჩემ შემთხვევაში კი არა, ზოგადად, როდესაც სხვა უსინათლო ან ნებისმიერ შეშემოპირ მივათ ესეულში და ისე კარგი იქნებოდა ყველა უნივერსიტეტში, რომ ვიღაც დახვდეს და აი ისეთი კითხვები არ ქონდეს რა. ანუ მე მაგალითად თავიდან რომ მკითხეს, რითი შეგვიძლია დაგეხმარო, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ერთი რომ როდესაც სტუდენტები ვაბარებთ უნივერსიტეტში და ვართ პირველ კურსზე დაბნეულები ვართ, ანუ მარტო უსინათლო და შეშემოპირი კი არა, ანუ ყველა დაბნეულია, არ იცის რა ხდება, ინფორმაცია არ აქვს. ну, ალბათ ესეც მოსაგვარებელია, მაგრამ ну ეს ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა. და ну მე ხარ, როდესაც მაქვს კიდევ დამატებით რაღაცა საჭიროები, აი იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ნებისმიერ სტუდენტს ექნება, მე კიდევ ჩემი საჭიროებები უნდა წარმოვადგინო და ძალიან რთულია, ანუ მიჭირს ამაზე საუბარი. როდესაც მკითხეს ხა გამოცდას როგორ დაგვიწერო, ანუ არ ვიცოდი ხა გამოცდას როგორ დაუწერდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი არც ვიცოდი რა პლატფორმით აწერინებდნენ და ისიც არ ვიცოდი როგორ აწერინებდნენ მართლა და აქეთ ქონდა კითხვა როგორ უნდა დავწეროთ, თქვა და როგორ უნდა დავწეროთ, როდესაც ვთქვი, ანუ მაშინ და დღეს როგორ წერთ? ანუ დღეს უკვე მოგვარდა, ასე ვთქვათ, ამ პლატფორმაზე e-learning-ზე, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად წერ, გამოცდებს კომპიუტერით ხმოვანი პროგრამით ბეჭ და ვიქ. კი, ბეჭ და ვიქ. თუ საჭირო არის ვიყენებ Word-ის დოკუმენტსაც და მე ერთ რჩევას, რა ვიცი, ვინმეს გჭირდებათ, უსინათლოს მიმართავ განსაკუთრებით. ვიტყოდი რა, ანუ ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს ლექტორებს შეეხმიანებით ხოლმე წინასწარ, აი როდესაც იწყება სემესტრი. ანუ მე ესეთი პრაქტიკა გამომიმუშავე, ასე ვთქვათ რა, წინასწარ აბსოლუტურად ყველა ლექტორს წერ რომ ვარ უსინათლო, მაქვს ესე და ეს საჭიროები და იქნებ რამენაირად გაითვალისწინოთ. და როდესაც ეს არ არის რაღაცა სირცხვილი. რა კითხვები აქვთ ხოლმე, რა რეაქცია აქვთ ხოლმე, უკვირთ, უხილთ. ხო, კი, აი ეს ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის ყველა ლექტორის შემთხვევაში, აი უკვე რა ვიცი, წინა სემესტრში მყავდა 6 ლექტორი და ეხლა უკვე 7 ლექტორი მყავს. ყველა ლექტორის შემთხვევაში იყო აბსოლუტურად სხვადასხვანაირი რეაქცია. ზოგს ჰქონდა ძალიან ადეკვატური რეაქცია, ანუ მომაწოდა ინფორმაცია, დამიკმაყოფილა რომ კი ბატონო, ყველანაირად მისაღებია შენი მოთხოვნები და გავითვალისწინებთ ამას. ზოგს ჰქონდა რომ ანუ ცოტა ემპათიური. რაც მესმის ხოლმე, ეს არ არის საცოდავი ხარ და რაღაც. ხო, იცი რა, საცოდავიც არა, ანუ ეხლა თვალ მაგას ხომ არ მოგწერენ, მაგრამ რაიმე აი ჩემო საყვარელო, აი ყველანაირად გვერდში დაგიდგები რაღაც ეხლა არც ერთ სტუდენტს არ აუბნებიან ჩემო საყვარელოს და ეს ანუ ეს მაშინაც კარგად იცი და სხვა უყოფმა ადამიანებმაც ხო და რაღაცნაირად ესე გამოყოფა არ მოგწონს ხოლმე, თუმცა არა უშავს. მთავარია რომ აი მე ეს დამოკიდებულება ჩვენი აქტიურობით და ხო, ჩვენი აქტიურობით შევცვალოთ, ასე ვთქვათ. კი, ნამდვილად აი პასუხისმგებელი პირი
ალბათ მისაწვდომობაზე არის ძალიან აუცილებელი. ესე იგი, ერთია რომ სტანდარტი გქონდეს, რომ ვიცოდეთ რა გააკეთეს უნივერსიტეტმა, როდესაც თქვათ, ანუ სინათლო ან დავშეთ რაღაც მობილობის შეფერხების მქონე პირი მოდის მასთან და მეორეა რომ ყავდეს მისაწვდომობაზე პასუხისგებელი კოორდინატორი, რომელიც ამ უსინათლოს თუ სხვა შშმ სტუდენტს დააკვალიანებს, იმიტომ რომ აი გოდერძიც ამბობდა, რომ მე არ ვიცი რა ვქნაო ახლა, ხო? ამისთვის არის ზუსტად ის კვალიფიციური კადრი საჭირო, რომ იმამ უნდა მოუძიოს მას დამხმარე საშუალებები, როგორ შეუძლია, რა შეუძლია რომ გამოიყენოს, რომ უფრო მარტივად ისწავლოს, თუნდაც მაგალითად დააკოორდინიროს ლექტორებთან, რომ ჩაწერონ ხოლმე მათი ისინი, რა ქვია, ლექციები და რაც და როგორც გოდერძის ამ შემთხვევაში ჭირდება. მე მინდა რომ ახლა შაბანსაც ვკითხო, აი შენ როგორ აკეთებ, მაგალითად PowerPoint პრეზენტაციას, ან როგორ აკეთებ აი სკოლიოს და სხვადასხვა რაღაცებს, რაც ჭირდება ხოლმე წერილობით დავალებებს. ეს მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო მართლაც და გამოვყოფ რამდენიმე პუნქტს, რაც ზოგადად სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდეთ, იქამდე უნდა მივიღოთ. მე მაგალითად პირადად ვაღიარებ, რომ ვორდში მხოლოდ ვიცოდი წერა და შენახვა. ანუ მეტი არაფერი არ ვიცოდი მე. იქ უკვე ტექსტის გასწორება მარჯვნივ ცენტრში და რაღაცა გვერდებზე, კიდეებზე ნამდვილად არ ვიცოდი მართლა და როდესაც პირველად შესავალი თანამედროვე აზროვნებაში ჩამისვეს, ხილში და სილაბუსი წავიკითხე, რომელშიც ეწერა, რომ აუცილებელია ესე ნაშრომი დააფორმატოთ და ვერ მივხვდი რას გულისხმობდნენ დაფორმატებაში. ანუ ძალიან გრძელი რო არ იყოს ჩემი წინადადება, იმას ვიტყვი, რომ Word-ის მთავარი პრინციპები და მუშაობის პრინციპები აუცილებლად სკოლაში უსინათლოს უნდა ასწავლონ, იმიტომ რომ ხმოვანი პროგრამა ყველაფერს კონკრეტულად და დეტალურად კითხულობს, იმიტომ რომ NVIDIA-ის ერთ-ერთი დამფინანსებელი არის Microsoft და შესაბამისად Microsoft Office პროგრამებთან სრული ინტეგრაცია აქვს NVIDIA-ს. შესაბამისად მთავარი პრინციპები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, თუ როგორ უნდა დავაფორმატოთ ტექსტი, სიტყვაზე როგორ უნდა გავასწოროთ მარჯვენა მხარეს 2 სანტიმეტრით, მარცხენა მხარეს 2 სანტიმეტრით და ასე შემდეგ. მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი და არც არის ალბათ გასაკვირი, რომ არ ვიცოდი. შესაბამისად, შევედი Microsoft Accessibility Center, ასეთი საიტი არის. Microsoft-ის ოფიციალური, სადაც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, თითოეულ პროგრამაზე არის ალბათ ესე 30-მდე გაკვეთილი. და შესაბამისად ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაცა მანდედან და ასევე PowerPoint-ის პრეზენტაციაზეც მინდა თქვა. როდესაც მომიწია პრეზენტაციის გაკეთება, კურსელს ვთხოვე, რომ გამიკეთებ მეთქი და რა თქმა უნდა დამთანხმდა, მაგრამ მივხვდი, რომ აუცილებლად დამჭირდებოდა შესაბამისად ანალოგიურად, როგორც Word-ში, ისე შევედი ზუსტად Microsoft Accessibility Center-ში და იქაც PowerPoint-ი ვისწავლე. ანუ ყველაფერი ჩემით ვისწავლე და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ახლა უსინათლოები, ვინც ჩაბარებენ უნივერსიტეტში, ანუ ფაქტიურად მაგათ არ იციან და არც Word-ი კი არა, ზოგადად ტექსტურ რედაქტორში წერენ ახლა, ანუ ახალხანს გადადიან Word-ზე, ისი ძალიან ნელა და შესაბამისად სკოლაში უნდა იყოს ამ ყველაფრის შესწავლა და ზოგადი პრინციპების მიმოხილვა Word-ის, რომ შემდეგ შეძლონ უკვე Word-ში წერა და შემდეგ უკვე PDF-ში გადაყვანაზე და PDF-ის დარედაქტირებაზე ხო აღარაფერს აღარ ვამბობ უკვე. გოდერძი, შენც მინდა რომ იგივე კითხვა დაგისვა, სკოლიოს როგორ აკეთებ, ან სხვა ესეთ ვიზუალურ ჭკავში ნავაროჩენი რაღაცებს, რასაც გთხოვს დავალებებში გთხოვენ ხოლმე. გოდერძი? მოდი სანამ გოდერძის შემოგვიერთდება ისევ. იგივე კითხვას ხატიასაც ვკითხავ, იმიტომ რომ პრინციპში მცირე მხედველსაც შესაძლოა რაღაც პრობლემებს უქმნიდეს ეს საკითხი. ხატია, შენ ხომ როგორ აკეთებ ამ ყველაფერს, ანუ რაიმე გამოწვევა ხო არ გაქვს ამ კუთხით? პროექტების გაკეთებაზე გაქვთ კითხვა, ხო? აი მაგ სკოლიო, აკადემიურ ნაშრომებში რომ უნდა მიუთითო იქ ვიღაცა ავტორი და ასე შემდეგ და ვიზუალურად ტექსტის გამართვაზე. მე იმის მიხედვით რომ დამრჩა მხედველობის 60%, სათვალის დახმარებით შემიძლია რომ გავაკეთო. Xcolio თავფურცელი იქნება ეს თუ უკანა ფურცელი, ანუ შემიძლია პროექტებს ვაკეთებ დამოუკიდებლად ვაკეთებ ყველა პროექტს მე. ჩვენ ასევე
ხო. ის მინდა და მე თქვა რომ ანუ ჩემს უნივერსიტეტში ერთადერთი რისი პრობლემა არ შემქმნია ეს იყო ლექტორების დამოკიდებულება ჩემდამი არავის არ უკუვუგდი ვარ ანუ ყველა გვერდში დამიდგა და ვერ დავინახე მათგან ის შეცოდების მომენტი აი ბავშვებმა როგორც აღნიშნეს ის შეცოდების მომენტი არც ერთ ლექტორს არ ქონია ჩემდამი პირიქით ყველა მხარში დამიდგა ძალიან ჩვეულებრივად ისე როგორც ჩვეულებრივ არაში შემოპირს დაუდგებოდნენ და ძალიან გამეხარდა მართლაც ძალიან სასიხარულო ამბავია. ჩვენთან ასევე არის დღეს მარიამ მანგოშვილი, რომელიც არის ქართველი სტუდენტი გერმანიაში და მარიამ მინდა შენს კითხვა, მადლობა რომ შემოგვიერთდი ყველაფრის მიუხედავად და მინდა რომ და დროის განსხვავებიდან გამომდინარე, მინდა შენს კითხვა რომ გაგვიზიარო გამოცდილება გერმანიაში რა სერვისებს თავაზობენ შშმ სტუდენტებს. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მოყვარიჟებისთვის. და ძალიან დიდი განსხვავებაა იმაში, რომ მაგალითად მე სანამ გერმანიაში გადავიდოდი სასწავლებლად, ორი კურსის განმავლობაში ვსწავლობდი TSU-ში და ძალიან დიდი სირთულეები გამიჩნდა იმის მიხედვით, რომ მაგალითად იგივე მაღლიუში ვერ ავდიოდი და დრო მიხარჯებოდა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი და მაღალი კიბეა და დრო მიხარჯებოდა ამაზე. ხო, შენ გაქვს მობილობის შეფერხება, რომ ანუ ყოველთვის გასაგები იყოს ფიზიკური შეზღუდვა. ხო, ანუ მაგალითად, აი იგივე პირველ კორპუსში კი იყო ლიფტი და ყველანაირად კი არის მოწყობილი, მაგრამ ანუ კორპუსების შორის ძალიან დიდი მანძილია და მეხარჯებოდა დრო და ჩემ შემთხვევაში TSU-ს ლექტორებს კი ქონდათ, ანუ გაგებით მოეკიდნენ ძალიან და არც ერთი ლექტორის მხრიდან არ მიგრძნია ის, რომ მაგალითად აი რაღაც თანაგრძნობა ან რამე, მაგრამ გერმანიაში როდესაც მივედი, სანამ ვიკითხავდი, საერთოდ უნივერსიტეტში რომ მივედი, სანამ ვიკითხავდი, ანუ რა შესაძლებლობებია, პირდაპირ დავინახე, ანუ პირველ რიგში როცა ვრეგისტრირდებოდი უნივერსიტეტის საცხოვრებელში, არის მითითებული სპეციალური გრაფა და არის შეზღუდული შესაძლებლობების სპეციალური გრაფა, ანუ მაგის მიხედვით ხარ უსინათლო, ხარ ანუ რაღაც შეზღუდული შესაძლებლობების, ანუ მობილობის მხრივ, ან რამე სხვა ტიპის და მე როცა მივუთითე მობილობა, პირდაპირ მიმიჩნია ადგილი პირველ სართულზე და არც მიწევს სადღაც ასვლა, ჩასვლა, ანუ კიბეზე სიარულის პრობლემა არ მაქვს და არც არაფერი და მე უნივერსიტეტში არის ბილიკები, სპეციალურად მოწყობილი და რამდენიმე გამოსასვლელი ყველა უნივერსიტეტის შენობიდან და ძალიან ახლოს დგას შენობები ერთმანეთთან. თან გამოცდაზე თუ მჭირდება დამატებითი დრო, არასდროს არ დამჭიროებია ჯერ, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი მასალის წერა და დამუშავება გვიწევს გამოცდაზე, ვიდრე საქართველოში და თვითონ პროფესორებს მოუციათ დამატებითი დრო იმის მიუხედავად, რომ ანუ სპეციალურ კომისიას უნდა მიმართონ მაგისთვის, მაგრამ თვითონ მოუციათ მაგალითად 9 საათი და არ გამჭიროებია საერთოდ თან თვითონ პროფესორები როცა ხედავენ, რომ აი მაგალითად მოვდივარ და რაღაც მიჭირს, რაღაც სიარულიანი რაღაცა, პირიქით მთავაზობენ, რომ იქებ ლიფტით ამახვიდე და აი ყველანაირ აი რა ვიცი, ყველანაირ მხარდაჭერას ვქრობ მათი მხრიდან, აი ყველანაირად აბსოლუტურად ყველა მხრივ და ხარ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და არანაირად არ არის, რომ ვაიმე ეს ბავშვი რაღაც ცოდვა და აი ასეთი დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში შემხვედრია ხშირად. და თვითონ შშმ ანუ რამე მისაწვდომობის დეპარტამენტი თუ აქვთ, რომელიც მაგალითად თუ ჭირდებათ სხვა განსხვავებული რაღაც ფორმატით მასალები ან რაღაცა თუ ჭირდებათ შშმ პირებს დამხმარე საშუალებები ან ყავარჯენი ან რამე, აი ამ ყველაფრის მოპოვებაში თქვათ ვინც ეხმარება. დიახ, არის სპეციალური კომიტეტი უნივერსიტეტშიც, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული ხოხშულ ამტს, რომელსაც როცა მიმართავ ელემენტარული დროს გაგიხანგრძლივენ ან რაღაც უნივერსიტეტში ხელს შეგიწყობენ და ხელსაყრელ პირობებს შეიქმნიან. მერე არის კიდევ მიდიხარ ოჯახის ექიმთან, რომელიც ძალიან გეხმარება და იმის მერე რეგისტრირდები მაგალითად დაზღვევას როცა არეგისტრირებენ, ანუ კითხულობენ სპეციალურად, კითხავენ, კითხვა ისმის, ანუ ხარ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ანუ ყველანაირად გეხმარებიან და არის ესეთი სპეციალური მოწყობილობა, ანუ რელატორი ქვია.
გერმანულად არ ვიცი სამწუხაროდ ქართულად რა ქვია, მაგრამ ანუ აი კალათისებრი და თან ეყრდნობი და თან შეიძლება რაღაცა ჩადო, რომ მაგალითად თუ მიდიხარ საყიდლებზე, ან რაღაცა თან ავტობუსებიც მოწყობილია, რომ ანუ ქვევი და საფეხური ჩამოდის, რომ თუ გაგიჭირდა მაგალითად ამოსვლა, ან რაღაცა ყველა, ანუ ავტობუსის მძღოლი თვითონ გადმოდის და გიხმარება, თან სპეციალური სტოპ-სიგნალია შშმ პირისთვის და უფრო მეტი დრო ეთმობა ამას და აი ყველანაირად გაჩერებაზე რომ გაჩერდეს დიდხანს. შუქნიშანიც და აი ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი და საერთოდ უნივერსიტეტია. ანუ ვერანაირად მე მინდოდა მეკითხა კიდე ცალკე გარემოსთან დაკავშირებით ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ესეთი კონტრასტი არის იმას შორის თუ რა გვაქვს ჩვენ და რა უნდა იყოს და რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. მე იმედი მაქვს, რომ აი ამ ყველა საუბრებს და ამ ინფორმაციას ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. ერთმანეთშიც მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ ჩვენ თვითონ ერთმანეთის შესახებ. ასევე იმის იმედიც მაქვს, რომ სხვა სტუდენტები, შშმ სტუდენტები ამას რომ მოისმენენ, გაიაზრებენ მათ რისი უფლება აქვთ და რისი მოთხოვნის უფლება აქვთ მათ შორის და რა შეუძლიათ რომ შეისწავლონ თვითონ. მათ ოჯახებსაც, იმ ადამიანებსაც გონიათ, რომ შშმ პირი ვერ ისწავლეს უნივერსიტეტში, ამათვისაც იმედი მაქვს, რომ გარკვეულწილად საინტერესო და ღირებული იქნება დღევანდელი გადაცემის მოსმენა და ასევე იქნებ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდეც მივიდეს ეს ინფორმაცია უნივერსიტეტების ადმინისტრაციებამდე, რომ უფრო სისტემური მიდგომა ჭირდება ამას, ვიდრე და არა ის, რომ კონკრეტული შშმ პირის ინდივიდუალურ რაღაცა მიმართვებზე იყოს მარტო ამ ადამიანისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. მე კი უნდა დაგემშვიდობოთ და ჩვენ დაგემშვიდობებით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მაყურებელსაც და ჩვენ სტუმრებსაც. წარმატებები მინდა გისურვოთ და დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.